პირველი ხარისხის საუკეთესო ხილის არაყი. ასეთი კატეგორია არ იყო თელავის ჭაჭის ფესტივალზე, მაგრამ გაჩნდა ვინაიდან ამ კომპანიამ გადაწყვიტა რომ ისეთ ფასეულ ღონისძიებაზე, როგორიც არის თელავის ჭაჭის ფესტივალი, წარმოადგინოს თავისი პროდუქცია. აი ნახეთ, საუკეთესო ხილის არაყი ფეიხოა. და ეს გახლავთ ვინილია, ესეთი კომპანია, ბატონი თენგო ქვია, თუ არ ვცდები, აქ ხომ არ არის ბატონი თენგო, შეფოს ვინილია, საუკეთესო ხილის არაყი ფეიხოა, სასწრაფოდ შეიძინეთ, თუ არის დარჩენილი ისე. აი ჩემი რჩევა ეს იქნება. მოდით სანამ მოვა ბატონი თენგო და უკვე გზაშია ვხედავ, გადავიდეთ შემდეგზე, ვინაიდან შორცას არ დაგჭირდება, ისევ ვინილია და ისევ უკვე კომში საუკეთესო არაყი. აი ეს ბატონი არის მისი ავტორი. შეგიძლიათ ან კონტრაქტი გაუფორმოთ, ან რა ვიცი და გკითხოთ საიდან არის ეს კომში, საიდან არის ეს ფეიხოა და თელავიდან ხო არ არის რომელიმე. მომძავდით. უმეტესი მადლობა ორგანიზატორებს ამ საოცარი ფესტივალის დაგეგმისთვის და ორგანიზებისთვის. უმეტესი მადლობა ჟიურის, რომ დაგვიფასა ჩვენ შრომა. ჩვენ სამი ძმანი ვართ, დოლიძეები, როგორც გურულებს შეგვეფერება ხილის არაყს ვაწარმოებთ და მადლობა რომ ფასდება ჩვენი შრომა. გაიხარეთ. თელავში იმიტომ ჩამოვედით, რომ ვისაც მეღვინეობასთან შეხება აქვს, არ არსებობს რომ ამ საოცარ რეგიონში სიყვარული არ ქონდეს, შეხების წერტილი არ ქონდეს და ავით თუ განტვირთვა გინდა და თუ საქმის კეთება გინდა, ორივე შემთხვევაში საუკეთესო აგვიზეთ. უმეტესი მადლობა ყველა კომპანიას ურჩევდი რომ დაესწროს ამ ფესტივალს. დიდი მადლობა. ეხლა კი მინდა ბატონ გიორგისთან ერთად შემდეგი ნომინაცია გამოვაცხადო. ესეც პირველია თელავში. აი ნახეთ, წაიგითხეთ. ესე იგი საპატიო სიგელი გადაიცემა საუკეთესო არომატული გლეხური ჭაჭა ვარდით. დავით პაკელიას გთხოვთ მობრძანდეს. აქამდე ესეთი ნომინაციაც არ ყოფილა თელავში, ეხლა ესეც გაჩნდა და მინდა გითხრათ, ეს ვარდი სამწუხაროდ არ არის თელავში მოყვანილი, არც ხვარელში, ეს გახლავთ სვანური ვარდი და პაკელიანიც სვანია და სვანური ფარდულია მისი ორგანიზაცია. მაშასე დავით პაკელიანს თხოვ სცენაზე, ერთი წამით მოწყდეს თავის საწარმოო საქმიანობას, აი მოდის, ნახეთ, მივესალმოთ ყველანი. გლეხური ჭაჭა ვარდით. ის ვარდი არ აქ გაქვთ ბატონ დავით. მოვძალით, ჭაჭაშია. მაგრამ ტექნოლოგია მე მგონი თელავურია, ჭაჭაში ვარდა მარტო თელავში იციან. აბსოლუტურად გეთახმებით. მოვძალით. არ ველოდით, ნამდვილად არ ველოდით, ძალიან დიდი მადლობა. აი თელავში საიდან რამდენიმე წელია ვღებულობთ მონაწილეობას ჭაჭის ფესტივალში და ყოველ ჯერზე რაღაც აღნიშვნა გვაქვს. ეს ძალიან გვახარებს და გვაიმედებს, რომ მომავალისთვისაც შევქმნათ ისეთი პროდუქტი, რომელიც არა მარტო თელაველების გულს გაახარებს, არამედ მთელ საქართველოს და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა მაღალი ხარისხის პროდუქცია მიირთვან და დათქმენ ჩვენი ქვეყნის სრული ჭეშმარიტებით სილამაზით და სიყვარულით. მადლობა დიდი. დიდი მადლობა ყველას. პირველ რიგში თქვენ თელაველებო მიყვარხართ. ეხლა უკვე უნდა გადავიდეთ უშუალოდ ჭაჭაზე და მე მინდა ვთხოვ რახან ჭაჭაზე გადავდივართ ბატონ ლექსოს მობრძანდით და გთხოვთ მითხრათ ვინ იცნობთ ამ ბატონს? ვინმე იცნობს ამ ბატონს, ვინ არის? გამარჯვებული. არა, გამარჯვებული არ არის, მაგრამ კი სწორია, გამარჯვებულია ოღონდ თელავის რამოდენიმე წლის წინანდელი ფესტივალის, მაგრამ დღეს უკვე სხვა თანამდებობაზე მუშაობს და გვინდა რომ მან დააჯილდოოს პირველი ჭაჭის ნომინაციაში გამარჯვებულთა რიგი. დავიწყოთ. პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მინდა გადაუცხადო როგორც ორგანიზატორებს, ასევე ჩვენ ჟიურის წევრებს, ჩვენ თვითეულ მობრძანებულ ადამიანებს. მე მქონდა ბედნიერება, რომ 2018-19 წლის გამარჯვებული ყოფილიყავი ამ კონკურსში და ვიცი, ამ ხელა სიხარულია, იმიტომ რომ ერთ-ერთი ღვინის მერე ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია, შეიძლება ითქვას ჩვენთვის ჭაჭა და ეხლა გადავიდეთ დაჯილდოებაზე. პირველი ხარისხის საუკეთესო ჭაჭა
ეს მე მგონი პიტნით არის, ხო? პიტნით დაჯილდოვდება მარანელა ტატიშვილების მარანი. მარანელა ტატიშვილების მარანი მხოლოდ სცენაზე. ყველა კომპანიის წარმომადგენლები ახლოს იყავით, იმიტომ რომ ბევრი გვაქვს დასაჯილდოებელი და მე რო დიდხანს კი ბატონო თქვენ გქონდეთ ან მაგიდაზე დავდოთ სანამ ბატონი აი მოდის არ წახვიდეთ ესე იგი კომპანია მარანელა თუ მოდელების სახლი როგორი მარანელა მოდის რა სილამაზე მოდის რა ტყილია რა გენაცვალე შენ გაიხარეთ მოგესალმებით, ყველას ძალიან დიდი მადლობა და ძალიან დიდი мотиваციაა ჩვენთვის, რომ კიდევ უკეთესი შემოგთავაზოთ. გაიხარეთ. დიდი მადლობა, გაიხარეთ. დიდი მადლობა, თუ იცით რითი განსხვავდება ჭაჭა გრაპასგან, მხოლოდ გეოგრაფიული აღნიშვნით, ვინაიდან ჭაჭა აუცილებლად თელავში უნდა იყოს დამზადებული და რაც შეეხება გრაპას, ის იტალიაში შეიძლება. აი ამის თაობაზე გვეთქვის ხალბატონი, ის არ მოადგენს თავის თავს ახლა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. კი ბატონო. გეოგრაფიულ აღნიშვნას და ადგილწარმოშობის დასახელებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აღნიშნული დაცული ქართული პროდუქტების ექსპორტის გაზდის პოტენციალისთვის და რა თქმა უნდა, ესეთი ფესტივალები, ჭაჭის ფესტივალი აქტიურად ხელს უწყობს ამას, ასევე ქვეყნის რეგიონალურ განვითარებას. ეხლა გადავიდეთ დაჯილდოების ნაწილზე. საპატიო სიგელი გადაეცემა თავად მაყაშვილის მარანი, მეორე ხარისხის საუკეთესო ჭაჭა ფეიხუას არომატით. თხოვთ. მაყაშვილის მარანი, გთხოვთ. იჩქარეთ. მაყაშვილები, განაცვალე. მომძანდით. აი, მაყაშვილები აქ არიან. გაიხარეთ. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან სასიამოვნო იყო ფესტივალზე გამოსვლა და ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია ამ ჯილდოს მიღება. დიდი მადლობა თქვენ. გაიხარეთ. დიდი მადლობა და ახლა გვინდა გადავიდეთ თელავისთვის საპატიო ნომინაციაზე, ეს ახლა ელეგანტური, დახვეწილი და კულტურაში, ასე ვთქვათ, შესული მუხაზე დაყოვნებული ჭაჭები და ამასთან დაკავშირებით მინდა ვთხოვო გავტონ ფიქრიას, რომელიც ახლოს არის კულტურასთან. ვთხოვთ გავხსნათ ეს ნომინაცია და წარმოვადგინოთ პირველი, დიახ, თქვენ პირველი ნომინანტი ვინ არის? მაშასე მაქვს პატივი გამოვაცხადო პირველი ხარისხის მუხაზე დაყენებული გლეხური ჭაჭა თელავი სოფელი წინანდალი ბატონი მერაბ ელიზბარაშვილი. გთხოვთ ბატონო მერაბ. მოვა გზაშია ნენელა მოდის ალბათ თელაველებისთვის ცოტა სიდინჯე დამახასიათებელია ხო ესე გავდობიქრია. ესე იგი სანამ წინანდლიდან ამოვა ბატონი მერაბი მაშასე მეორე ხარისხის მუხაზე დაყენებული გლეხური ჭაჭა ჩვენი მეზობელი მუნიციპალიტეტი გურჯაანი სოფელი ვაზისუბანი ვარდიაშვილების მარანი. გთხოვთ. ბრავო. არა, მე მგონი თელავია. ეს გორჯანია ნამდვილად. თუ საგარეჯოა. ვარდიაშვილების მარანს ულოცავ. უღმესი მადლობა წარმომადგენელი არ არის აქ და ძალიან დიდი მადლობა. ესე იგი
იგი ბატონი მერაბი გზაშია ისევ? და აი როგორც იქნა საგარეჯოც. მაშ ასე. მესამე ხარისხის მუხაზე დაყენებული გლეხური ჭაჭა. საგარეჯო სოფელი ბადიაური. კახაბერ ჩალათაშვილი. გთხოვთ. ეხლა ვთხოვთ მოემზადოს კახეთის გუბერნატორს, ვინაიდან ვიწყებთ, მე მგონი, ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებს, თუ ჯერ ადრეა. კომპანიები მუხაზე დაყენებული, კი ბატონო, მაშინ დავიწყოთ, მოემზადოთ და საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტს ვთხოვ გახსნას ეს ნომინაცია და მერე ბატონ გიორგის. კორპორაცია ქინძმარაული პირველი ხარისხის მუხაზე დაყენებული ჭაჭა. კორპორაცია ქინძმარაულს ვთხოვთ სცენაზე. მეორე ხარისხის მუხაზე დამზადებული დაყენებული ჭაჭა ლეონიძის ზვარი. ლეონიძის ზვარს ვთხოვთ სცენაზე. ჭაჭა რაჭა ჭაჭა ჰაუსი. გთხოვთ სცენაზე მესამე ხარისხის მუხაზე დაყენებული ჭაჭა. ბატონი კოტე მობძანდა. ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო. მაშინ ასე დავიწყოთ ბრინჯაოთი. გთხოვთ. კი ბატონო. ბრინჯაოს ჭაჭას გლეხური 20-25. ფლობელი რამაზ კოკილაშვილი. ყვარელი გთხოვთ. ლამაზ კოკილაშვილი, ყვარელი. მოდის? სად არის? ვერ გავიგე. გზაშია, მაგრამ მოვიდა ახლოს. მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო. სამწუხაროდ ბატონმა რამაზმა მოსვლა რაღაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ შეძლო. მე გახლავარ წარმომადგენელი ყვარლის ლევან ყუჭაშვილი. გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და იხარე და იმრავლეთ. შემოგევლეთ. სადღაც სოფელში ყმუის მურია დამიჭრიალებს საზეურემი, მე თქვენი ნახვა იგრებ წყურია დავკოცნე. თქვენი ნაფეხურები თქვენ გენაცვალეთ, ქართველებო და კახელებო. შემდეგი ნომინაცია არის ვერცხლის მედალი. გამარჯვებული არის გიორგი ბოქოლიშვილი, ლაგოდეხის სოფელი ნინიგორი. გთხოვთ სცენაზე. ლაგოდეხის სოფელი ნინიგორი. აბა, ვინახართ? აბა მოდის, ლაგოდეხი, მოდის. ოხ, რა ლამაზი ქალბატონი მოვბრძანდება. დიდი მადლობა ამ არაჩვეულებრივი სამყაროსთვის. შემდეგი არის ოქროს მედალი, ოქროს ჭაჭა გლეხური გადაეცემა თინათი ღვთისარიშვილს, საგარეჯო სოფელი მანავი. გთხოვთ ქალბატონ თინათის. მანავი! მოვიდა.
ბრავო, გაგიმარჯობ გილოცავ. მოგესალმებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სახელით და დიდ მადლობას მოუხდი ფესტივალის ორგანიზატორებს ესეთი ლამაზი დღისთვის და ესეთი შესაძლებლობისთვის, რასაც ჩვენ გვიკეთებთ. უგრმესი მადლობა. გაიხარეთ და გაიხარეთ. ეხლა კი ვთხოვთ ბატონ გიორგის და გადავიდეთ კომპანიებზე და დავიწყოთ